თემები, რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები, რომლებსაც ელით. თავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10 მინუტზე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა დროული დიალოგი. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია Georgian Times-ი, თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად. დროული პოლიტიკური მიმოხილვით, ანალიზითა და დისკუსიით მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ სოფლიოსა და საქართველოში. აი, ახლაც კი ეუთოოდირის, ასე ვთქვათ, კომისიის განხილვას ხდომაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გადის და აანალიზებს ეუთო საპარლამენტო ასამბლეის ხდომაზე, უფრო მეტად რომ დავკონკრეტდეთ, საქართველოს არჩევნების საკითხის განხილვა მიმდინარეობს, საერთოდ საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესის ანალიზი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაც ეს გახლავთ, საგარეო პოლიტიკური ორიენტირები და მასთან პერპენდიკულარულად საქართველოს პოლიტიკური მოცემულობა, ანალიზი, რა შედეგებს გვაძლევს პოლიტიკური სპექტრის მუშაობა, არის თუ არა ის ქმედითი, გვაქვს თუ არა პოლიტიკური კრიზისი რეალურად საქართველოში და რამდენად შესაძლოა აისახოს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია საქართველოზე. უკრაინაში ომის დასრულების გადაუდებელი აუცილებლობა, როგორც ნომერი პირველი პრობლემა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის, ასე გამოიკვეთა დამეთანხმებიან დღევანდელი გადაცემის სტუმრებზეც და მის ირგვლივ რაღაცნაირად მოხდება კოორდინირება მსოფლიო გადანაწილების. მას ასე მეტი დრო რომ აღარ წავართვა ჩვენ სტუმრებს, დღევანდელი გადაცემის აქტორები, ბატონები ალექსანდრე კოპაიძე, იურისტი, უფლებადამცველი და ბატონი ლაშა მგელაძე, ეკონომისტი, პოლიტიკური პარტია ჩვენის პოლიცაბჭოს წევრი. მადლობა რომ მობრძანდით სტუდიაში. მოდით დავიწყოთ საუბარი ბატონო ალექსანდრე, თქვენგან დავიწყებ, როგორც ასე ვთქვათ ადამიანისგან, რომელიც ძალიან ისე სკეპტიკურად უყურებდით რიგი ევროპელი და ამერიკელი ჩინოვნიკების მხრიდან, ბიუროკრატიული აპარატის ნაწილის მხრიდან საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის არცნობის ხელშეწყობას. აი სწორედ ეუთო საპარლამენტო ასამბლეის ხდომაზე აღნიშნული საკითხი ახლაც კი განიხილება ქართულმა მხარემ მიმართა ბატონი ულსონიც ბრძანდება როგორც ერთ-ერთი აქტიური პროპაგანდისტა ცნობილი ოპოზიციის მხარდამჭერთა რიგებში და მეორეს მხრივ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს და ამტკიცებს, რომ სრულად ლეგიტიმაციის ფარგლებში მათ შორის ეუთო ოდირის დასკვნების შესაბამისად წარიმართა პროცესი. როგორი არის თქვენი მოსაზრება? შემდეგ ბატონი ლაშასი, ანუ ვსაუბრობ ტენდენციურობაზე. არიან თუ არა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნაწილი ტენდენციურია ამ შემთხვევაში? რაც შეეხება ეუთო ოდირს, ეუთო ოდირმა დადო დასკვნა, სადაც გამოიხატა ის შენიშვნები, რომელიც შენიშვნებზეც ესე ვთქვათ, აქცენტირება მოხდა, თუმცა აქ მთავარი არის, რომ ეუთო ოდირი გვეუბნება ჩვენ, რომ არჩევნები ჩატარდა და ეს მოცემულობა რაც არის, უნდა მიიღოს ქართველმა ხალხმა. ეს არის ფაქტი, ეუთო ოდირს არ უთქვამს, რომ გაყალბდა არჩევნები, ესეთი რაღაც არ მოგვისმენია და ვერ მოგვისმენით, იმიტომ რომ არჩევნები არ გაყალბებულა. აქედან გამომდინარე ნებისმიერი სხვა მოსაზრება არის სპეკულაცია და ეს არის ფაქტი. რაც არ უნდა ვილსონი იქნება თუ ნებისმიერი სხვა წარმომადგენელი ამ შემთხვევაში, რომელიც პოზიციონირებს, რომ ესე ვთქვათ, არჩევნები საყოველთაოდ გაყალბდა, სულ არის ხოლმე ერთი მნიშვნელოვანი კითხვა. მაშინ საიდან გაჩნდა ეგრეთ წოდებული, როგორც ოპოზიცია იძახის, 300,000 ხმა, რომელიც აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურად აღმოჩნდა საარჩევნო ურნებში, სადაც აღმოჩნდა და შესაბამისად სვალთ კითხვა, საიდან გაჩნდა. ამაზე პასუხი არ აქვს ოპოზიციას, მხოლოდ ერთადერთი კითხავთ, ბოლოს ესე ჩამოყალიბდა ყოველ შემთხვევაში შეცვალეს პოზიცია, რომ გამჭირვალობა დაირღვა და შესაბამისად ახლა გამჭირვალობის დაირღვა, ამიტომ ლეგიტიმაციის საკითხი სრულად დგას. რა თქმა უნდა, ეს არის
მათი მოსაზრება, მაგრამ ეუთო ოდირის მოსაზრება ესეთი არ არის და ეუთო ოდირის დასკვნა არის, რომ შესაძლებელი არჩევნებში რაღაც კონკრეტული საკითხებთან მიმართებაში იყო შენიშვნები, მაგრამ ზოგადად არჩევნები ჩატარდა და ეს არნიშნავს იმას, რომ არჩევნები გაყალბდა. მადლობა თქვენი პოზიციონირებისთვის. ბატონ ლაშას განსხვავებული მოსაზრებები აქვს, ვუსმენთ მას და მის არგუმენტებს. მოგესალმებით თქვენ მაყურებელს, მოგესალმებით ჩვენს სტუმარს. მოდით ესე ცოტა უფრო მარტივად შევხედოთ ჩემს კითხვით, იმიტომ რომ ეუთო ოდირის დასკვას ყველა თავისებურად კითხულობს, ეხა იქ რა წერია ამაზე კამათს და თავას. ჩემი აზრით ჯობია რომ სხვა ტიპის ფაქტებით ვისაუბროთ, იმიტომ რომ შეიძლება საღამო უნდა ვისაუბროთ, არა ესე წერია, არა ისე წერია და შესაბამისად ძალიან ესე ვთქვათ, საერთოდ არ გამოიკვეთოს რეალური პრობლემები. ფაქტი არის ერთი ის, რომ ჯერჯერობით დღის მოცემულობით საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენი არჩევნები არ უცვლია. ფაქტი არის ის, რომ ჩვენი მაღალჩინოსნები, დიდი ნაწილი, გარკვეული ნაწილი და გარკვეული ნაწილი, ანუ ესე ვთქვათ, სანქციების ქვეშ არის და გარკვეული ნაწილი კიდე ესე ვთქვათ, წარდგენილია სანქციებზე. ფაქტია ის, რომ სოფლიოს ცივილური ნაწილი ჩვენ დიპლომატიურ პასპორტებს და სამსახურებრივ პასპორტებს არ აღიარებს, ანუ არ აღიარებს azt ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი პასპორტი ჩვენ შეგვიძლია ვიგზავნოთ თავისუფლად, ესე ვთქვათ, ევროპის ქვეყნებში, მაშინ როდესაც თუ შენ ხარ სამსახურებრივი პასპორტის, ესე ვთქვათ, ფლობელი, აუცილებლად გჭირდება ვიზა. ანუ ჟესტია პოლიტიკური ალბათ დამთანხმებით, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული უნდობლობის. აი, როგორ ჩავიდნენ იმავე უთოში, ვთქვათ, ბატონ ნიკა სამხარაძე, სხვადასხვა საქმეთა სამინისტრო. ვიზებს აიღებდნენ ჩვეულებრივად, ანუ ეს კი მართლა აკრძალული აქვს, ეს არის დამოკიდებულება. ანუ ფაქტია ის, რომ ყველა სახელმწიფო დახმარება სახელმწიფოს ჩვენი ქვეყნის მიმართ არის შეწყვეტილი და ანუ ჩვენ გვინდა არ გვინდა ვართ პოლიტიკურ იზოლაციაში. ჩვენ ეხა იმით სპეკულირება არჩევნების სწორად ჩატარდა, არასწორად ჩატარდა. ფაქტია ეს მოცემულობა, ხო? მეორე ფაქტია ერთი წუთით და მორჩები. მეორე ფაქტია ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი თავებს არ ვთვლი ხა მეტია ნაკლებია, გარკვეული ნაწილი, ესე ვთქვათ, ასაჩივრებს ამ პრობლემას და ითხოვს ახალ არჩევნებს, ხო? და ჩვენ წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ, ანუ ის რომ ჩვენ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია განმუხტოთ, პოლიტიკური იზოლაცია განმუხტოთ, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე, ერთ-ერთი და მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი, ესე ვთქვათ, გამოსავალი აქედან არის ახალი არჩევნები და მით უმეტეს თუ ქართული ოცნება დარწმუნებულია იმაში, რომ ეს არჩევნები სწორად ჩატარდა და სწორად მოიგო, ესე ვთქვათ. რა პრობლემა არის ჩავატაროთ, ეს ხო განმუხტავს თლიანად ქვეყანაში სიტუაციას, ხო? დასრულებს და კი ბატონო, ძანეთ. ნახეთ აქ სიტუაცია როგორია, ისე ცოტა უცნაური სიტუაცია ქალბატონოეკა და რა ეხავე აგიხსნით. უკრაინაში, როდესაც ისევ რომ მოიგოს ქართულმა ოცნებამ ხელახლა უნდა ჩავატაროს. ნახეთ უყურეთ, ძალიან მარტივად ახსნით თუ შეიძლება რა. უკრაინაში, ხო, ამდენი ხნის განმავლობაში არ ჩატარებულა არჩევნები. იქ არ ითხოვენ არჩევნების ჩატარებას ის ეგრეთ წოდებული ჩვენი ბჭყალებში გულშემატკივარი დასავლეთიდან და ჩვენ ქვეყანაში ითხოვდნენ ადამიანელ საპარლამენტო არჩევნებს. ეს ხო პარადოქსია. მაგალითად უკრაინაში ადამიანმა, ანუ ბატონმა ზელენსკიმ დახურა ტელევიზიები, კრიტიკული აზრს ვეღარ გაიგებთ. ოპოზიციური სპექტრი საერთოდ გააუქმა. აბსოლუტურად ყველანაირ ვადას გადააშორა და დიქტატორ, ანუ ფაქტობრივად ტირანად ჩამოყალიბდა ეს ადამიანი და შესაბამისად იქ არ ითხოვენ, თქვენ წარმოგიდგენიათ და რომელ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე გველაპარაკებიან ეგრეთ წოდებული ჩვენი გულშემატკივრები საგარეო სპექტრიდან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის პოლიტიკის ნაწილი და აი ეს deep state, რომელსაც თავად ბატონი ტრამპი და მისი ესე ვთქვათ გუნდი საუბრობს, აი ეს ადამიანები და აი ეს ორგანიზაციები ესეც ცდილობდნენ, რომ უხეშად ჩაერიოთ ჩვენს სახელმწიფოში და ასევე სხვა სახელმწიფოებში. ამიტომ ესეთი, ესე ვთქვათ, როდესაც ჩვენ ანალიზს ვაკეთებთ, ამაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ეს არის პარადოქსი, რომ ჩვენ ქვეყანას თხოვენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩავატაროთ, ხოლო გეუბნებით, რომ უკრაინაში, როდესაც ფაქტიურად ამ ადამიანმა უკრაინის პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავის ქვეყნის ტერიტორიები დაკარგულიყო და ესე ვთქვათ, ანუ ეს თავისუფალი აზრი ჩაეხშო და ოპოზიცია არ ყოფილიყო და არანაირი
ასევე რელიგია შეეხო, მოგეხსენებათ თუ რა დღეში ყავთ იქაური სასულიერო პირები, ან ყველაფერს აკეთებენ და იქ არ ითხოვენ საპარლამენტო არჩევნებს და შესაბამისად ჩვენს ქვეყანაში ითხოვენ. ეს არის პარადოქსი. ამის თქმა მინდოდა ქალბატონო. თუ შეიძლება რომ მე ერთი პატარა ის გავაკეთო, მეტიც ანუ სხვათა შორის ამ შემთხვევაში რესპექტი უნდა ვთქვა პოლიტიკური ძალების მისამართით უკრაინაში, იმიტომ რომ მათ თქვეს, როდესაც ბატონმა ტრამპმა ძალიან მკაცრად და მისმა გუნდმა გააკრიტიკა ზელენსკი და მოსთხოვა რომ არჩევნები ჩატარდეს, რომ გავიგოთ განწყობები რეალურადო, მან თქვა რომ უკრაინელი ხალხი თავად გადაწყვეტს, როდის უნდა ჩატარდეს იქაურმა პოლიტიკურმა სპექტრმა და ანუ ჩვენ შემთხვევაში აუცილებლად რახან თუნდაც ჩვენთვის პატივსაცემი დასავლელი პარტნიორი გვეუბნება, აუცილებლად αξიომა და ჭეშმარიტება უნდა იყოს და ჩასატარებელი უნდა იყოს ბატონაშად. გასაგებია თქვენი პოზიცია. ჩვენი როგორც პოზიცია არ არის, ჩვენი ობიექტური გასაგებია, ჩვენ ხო დისკუსია გვაქვს და ამას ვაჯერებთ ახლა საჭურვად და და არა და ბატონი ლექსოს პოზიციონირებაზე ერთ კითხვას დავსვამ და გავაგზავნებ. საქართველოში ფართო მასშტაბიანი ომის პირობებშია? არა, ხო? არა. ნახეთ, უკრაინის კონსტიტუციით ანუ უკრაინა არის ფორს მაჟორულ სიტუაციაში. იქ არის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული. ის არის ომის პირობებში. ომის პირობებში, სანამ ომი არ დამთავრდება, მათი კონსტიტუციით არჩევნების ჩატარება არ არის სავალდებულო. არჩევნები არ ჩატარდესო ზელენსკი არ ამბობს. როგორც კი ომი შეწყდება და დასრულდება, ამის შემდგომ მოხდება არჩევნების ჩატარება. ომს არ წყვეტავთო. არა, არ წყვეტავთ, ეხლა როგორ შეწყვეტა 20 შენ ქვეყანაში და თავდასხმები არის. დახურა, კაი, გასაგებია. ერთი წუთი დავასრულებ და გეტყვით. ბატონო, შევესწრები ყველა თქვენ იმას ბასო. ტელევიზიების დახურვაც, ნებისმიერ ეხლა არც იმ დავაში არსებობდია რომელი ტელევიზია დახურა, რომელი არ დახურა. საგანგებო სიტუაციის დროს. თავარი საკვანძო აქ კითხვა ეს არის, რომ ვთქვათ, გავანებოთ უკრაინის მაგალითს თავი. აქ მე ის მომეწონა და ჩემთვის ის არის, რომ ანუ მოსახლეობა იმ ქვეყნის გადავწყვეტ და პოლიტიკურ სპექტრთან ერთად ოპოზიციას როდის იქნება არჩევნები. ჩვენ აუცილებლად რახან გვეტყვის პირობითად როგორი პატივსაცემიც არ უნდა იყოს ნებისმიერი საპარლამენტო დელეგაცია ეუთოს თუ ევროსაბჭოს კონსტიტუციას, გეუბნები ვესაუბრება კონსტიტუციით, ბოლო კვლევებით ჩვენში ჩვენი კონსტიტუციით და ძალაუფლების წყარო ხალხია. ჩართული და კი ბატონო, ჩერჩილი დადიშდეს გასაგებია, მაგრამ ჩერჩილის არჩევნები ხო გადადეს. ნახეთ, ხო და მაგას გეუბნებით ახლა რაღაცა რო გასაგებია, რაღაცა რატომ უნდა იყოს გაუგებარი ახლა, როდესაც უკრაინის და საქართველოს შედარება არ რელევანტურია. როგორ შეიძლება ომში ჩართული ქვეყანა შეადარო ქვეყანას, სადაც ომი არ არის, ხო? ანუ ხო და ნახეთ და ტირანის წოდება ადამიანისთვის, რომელიც საომარ სიტუაციაში და რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული და რომელსაც ბოლო კვლევებით 60%-მდეა ხალხის რეიტინგი, ხო? თქვენ შეიძლება ამას ენდოთ, შეიძლება არ ენდოთ. თქვენ ერთი მხარე თქვით, მე შემიძლია მეორე მხარე გითხრათ, ხო? მაშინ როდესაც ტრამპმა განაცხადა 4% აქვს რეიტინგი, 52% ქონდა რეიტინგი კვლევებით. ხო ეს ჩემი მოგონილი ხო არის, ამას საერთაშორისო გაზეთები წერენ, სადაც საერთაშორისო ესე ვთქვათ ავტორიტარული ორგანიზაციები ამბობენ, ხო? ძალიან. დიახ, რაც შეეხება ეხა ზელენსკიზე ჩამოვარდა საუბარი და აი როგორ შეიძლება ამ ადამიანს სხვა სიტყვა უწოდოთ, როდესაც ერთი კაცი მართავს იქ სიტუაციას და სხვას ანუ არანაირი რესურსი არ აქვს, ანუ ოპოზიციური სპექტრი არ არსებობს, როგორც აღნიშნე. გასაგებია ეს რომ ომში ჩართულია თქვენ როგორც აღნიშნავთ, მაგრამ მას შეეძლო რომ მაგალითად ასევე ისრაელის მაგალითი აიღო და ანუ მთლიანი სახელმწიფოს ესე ვთქვათ ჩართულობა ყოფილიყო ოპოზიციონერები და მთლიანად დამდგარიყო. ზელენსკი ამას არ აკეთებს. ზელენსკი ყველანაირად ცდილობს რომ ყველა ესე ვთქვათ არავინ არ გაიკაროს და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები და შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ დღეს თუ ხარ ზელენსკი წარდგება საბრალდებო სკამზე, სადაც პასუხების გაცნა საფრად არის ეს სიტუაცია. ის ხომ ამ შემთხვევაში როგორც თავისი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და ასე ვთქვათ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე რო არ მოქმედებდა, ეს არის უკვე ფაქტი. იმიტომ რომ ეს მოკავშირე ქვეყანა, მისი მოკავშირე ქვეყანა რო იცახის რომ ბეფშენ ფული მოგეცი და ეს ფულისაც აიღე, როგორ უნდა ჩვენ ვისაუბროთ რომ ის უკრაინელი ხალხის ესე ვთქვათ ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. აი წარმოუდგენელია. ანუ მე რო თქვენ ფული მოგცეთ დაუშვათ რაღაცა მიზნების წინ, რომ თქვენ ხალხს მოახმარეთ და მე რო გეუბნებით ღიად რომ კითხვას გიზო, საწაიღეთ ეს ფული, თქვენ პასუხი რო არა გაქვთ. ანუ თქვენ როგორ უნდა დამიმტკიცოთ და როგორ უნდა დამაჟიროთ, რომ თქვენ
თქვენ მოქმედებდით თქვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. და ასევე მნიშვნელოვანი არგუმენტები, რომ როდესაც ქვეყანა ომშია თუ ეს საომარ მოქმედებებია, ხო? როგორ შეიძლება მაშინ მისი მეუღლე მაგალითად რაღაცა ისეთი კორტეჯით გადაადგილდებოდეს და ვოიაჟებით გადაადგილდებოდეს შვეიცარიის ერთ-ერთ კურორტზე, სადაც რა ვიცი ჩვეულებრივი რიგითი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ანუ ეს ერთი ასევე პრეზიდენტის მეუღლეა და ბუნებრივია, ხო? არანაირი პრეზიდენტის როცა ნახეთ უყურეთ, ჩვენი პრობლემა რა არის, ცით? საერთოდ ზოგადად აქ მორალური ხშირად პოლიტიკოსები, აი ხშირად პოლიტიკოსები, ეგ არის პრობლემა რა. ხშირად პოლიტიკოსები უბრალო ხალხს ეუბნებიან, რომ შენ უნდა წახვიდე ომში, შენი ოჯახით, შენი ყველანაირი რესურსი და მე შემიძლია დავისუნო კიდევაც. მე შემიძლია სადაც ვიმოგზაურო კიდევაც, ყველაფერი გავაკეთე და შენ უნდა იო. კი, ხალხოსნური თვალსაზრისიდან გამომდინარე მართალ ბრძანებს. ხო და აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვიძახით, ანუ სიმართლ მტყუარს ვარჩევთ, ჩვენ ყველაფერი უნდა ვთქვათ და უნდა ვთქვათ, რომ ზელენსკი არ იქცევა უკრაინელი ხალხის ესე ვთქვათ საპირწონედ. ეს თქვენი პოზიცია. რა თქმა უნდა, შენი პოზიცია. მოდით ძირითადად რაც არგუმენტებიდან ვიდრე რეკლამამდე გავალთ პოლიტიკურ ნაწილსაც რომ არ მოვწყდეთ რომ რეალურად ასე ვთქვათ ჩვენ ამ შემთხვევაში რამდენად გვაქვს უფლება ამას წინათაც დაგისვით თქვენ რომ თვითონ გადაწყვიტოს ხალხმა გარეჩარევების გარეშე უნდა თუ არ უნდა ის ვადამდელი არჩევნები ანუ პოლიტიკურ ასპექტმა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ არა ჩვენ არაფერს არ გვაძალებს მოდით სხვა ანუ ჯერ როგორ ღია მოწოდებებია ჩაატარეთ ვადამდელი არჩევნები საუბრის პრობლემა რა ნახეთ ბატონო ალექსანდრე ორი ძირითადი პოსტულატი გამოკვეთა დაფინანსების საკითხი საწავიდაო და მეორე ოპოზიცია რატო არის ჩართული ოპოზიცია ჩართული იქნება, იმიტომ რომ ჩვენ თუ შევხედავთ ჩვენ უახლოეს ისტორიას, 2008 წლის ომის დროს ოპოზიცია იყო გაჩვენებული და მაქსიმალურად ცდილობდა მიუხედავად იმისა, მოწონდა თუ არ მოწონდა მაშინდელი ხელისუფლება ხელი შეეწყო სიტუაციებისთვის. ოპოზიცია ომის დროს თუ ის პატრიოტია, არ გამოდის ესე საჯარო და არ აქტიურობს, ის პირიქით ხელს უწყობს მოქმედ ხელისუფლებას. თუ შეესტომით მიდის რა თქმა უნდა, არა, მაშინ გამოდის ვინ უშლის, ვინმეს დაუშალა, ვინმე? ხო და უშლიან. ოპოზიცია და ევროსაბჭოს თავებზე არის წარმოდგენილი მათ შორის. არა, უყურეთ, მე ვიძახით ანუ რეალურ ოპოზიციას, სადაც აი განსხვავებული აზრი შეუძლია ქონდეს. განსხვავებული აზრის იქ დაფიქსირება წარმოუდგენელია. ანუ ეგრევე ჩახშობა ხდება უკრაინაში. ბატონი იმის საუბრობთ განსხვავებებს გავსი პრეცედენტი რომ განსხვავებული აზრის გამო ვინმე დაიჭირეს მე ეს არ გამიგია და პირიქით ჩემი ინფორმაციით ვიცი რომ ოპოზიცია ჩართულია ამ საკითხებში. იქ და ეხმარება აქტიურად მოქმედ ხელისუფლებას. ეს ერთი ნაწილი. ხო? მეორე ნაწილი რაც შეეხება დაფინანსებას. ვინ თქვა რომ გაურბის ამ კითხვებს? ზელენსკი პირდაპირ თქვა თქვენი მოცემული დაფინანსების ნახევარი თქვენს მიერვე არის დახარჯული, მათ შორის იარაღის მოწოდებაში და გაარკვიეთო. ნახეთ, ჩვენ, იქ ყოველ საათობრივად იცვლება სიტუაცია სოფლიოში და განსაკუთრებით ამერიკის, ესე ვთქვათ, განცხადებების ხარჯზე. ფონზე ხო? სანამ ჩვენ დაზუსტებულ ინფორმაციას არ მივიღებთ, ანუ დასკვნები არ უნდა გამოვიტანოთ, იმიტომ რომ დილას ტრამპი ამბობს ერთს და ხშირად საღამომდე ეს საკითხები არის დასაზუსტებელი, ხო? ნახეთ, ეს ერთი ნაწილი. მეორე, თუ სადმე კორუფცია იყო და თუ ამაში ზელენსკის ომი პრობლემები პოროშენკოსაც ეს ომი რომ არ უნდა პოროშენკოსაც პრობლემები ჰქონდა არესტოვიჩი ბატონო ნახეთ უყურეთ მათ შორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს იმიტომ რომ განსხვავებული პოლიტიკური ფიგურა არ იყო ამ მნიშვნელობა პოლიტიკური თვალსაზრისის გამო და ოპოზიციური ხედვის გამო გაუხვა ხო ნახეთ ესეც არის ჩვენი მოსაზრება არა, არესტოვიჩის განცხადება. ეხლა მე ჩემი მოსაზრება კი არ არის. მე რო ხვალ, ესე ვთქვათ, გავიქცი ამ ქვეყნიდან. სანამ არ დადასტურდება ის რომ პოლიტიკური დევნილი ვარ ბოლომდე. მე ხო იმას არ ვთქვი, იმიტომ გამოვიქეცი რომ ჩემ ბრალი იყო. არა, მე ფაქტი მომყავს თქვენ ამბობთ რომ ვინ გააქციაო და მე მოგიყვანეთ ფაქტი რომ არესტოვიჩმა თქვა რომ მე თანამდებობიდან და ფაქტია გათავისუფლდა მას შემდეგ რაც განსხვავებული მოსაზრება გაუჩნდა იქ არსებულ სიტუაციას და ომის ლეგიტიმაციაზე და მერე მოხდა მისი გათავისუფლება. აი ნახეთ თქვენ გაერი და ქვეყანას გასაგებია. ქალბატონო ნახეთ აქ არის პოლიტიკური ნიშნი დევნა არ არის ქვეყანაში. თავარი საკრა არის. ერთი პოლიტიკოსი ან ორი პოლიტიკოსი ნიშნით მოხსნა. ნახეთ არის პოლიტიკური თანამდებობის პირ და ვინ მოხსნიდა? ჩებელი იყო კაცო იმის. არესტოვიჩი პოლიტიკური თანამდებობის პირი არ იყო და ვერ მოხსნიდნენ შესაბამისად. ქალბატონო ნახეთ რას გეუბნებით. აი უყურეთ ძალიან მარტივი რა მოცემულობა რა. ეს ომი რომ არ ეკუთვნოდა უკრაინას
არ ეკუთვნოდა და არ უნდა დაიწყო, თუნდაც დასტურდება იმით. ანუ უკვე დავასწრებ. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ომი უკრაინამ დაიწყო? რა თქმა უნდა, უკრაინას პროვოცირება მოხდა და დაიწყო კიდევაც. კი ბატონო, ანუ გულისხმობ რომ კონფლიქტი შეეძლოს. რაში გამოიხატება და მე დიპლომატიას ვიდა ახსენებდა კიდე ნახეთ, ფაქტია, ეხლა მოლაპარაკება ვის შორის მიდის? მითხარით, ნახეთ, რუსეთსა და ამერიკის შორის მიდის მოლაპარაკება, რომ უკრაინაში ომი შეჩერდეს. ანუ თქვენ წარმოიდგინათ, რამხელა აბსურდთანა გვაქვს საქმე საერთაშორისო და აი იმიტომ არის გონიერება, როცა ხელისუფლებაში ხარ, რომ არ გამოაყენებინო თავ. ეხლა რა ხდება, ხვდებით თქვენ? რაზე დაყდობით ამას, რომ უკრაინას და რუსეთს შორის მიდის უკრაინაში, რუსეთს და ამერიკას შორის მიდის უკრაინაში ყველაფერს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეხლა მაგალითად ამერიკასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები რო არის? გაცხადებები ტრამპის ტრამპის კი თვითონ ზელენსკის ძახის ჩვენ არ დაგვასწრესო საუდის არაბეთშიო არ დაგვასწრესო და მაგას ვიძახი რომ ნახეთ იმხელა ანუ აბსურდში მოუწია უკრაინაში ყოფნას რომ უკვე მოლაპარაკებებშიც კი არასწრებენ მიხვდით ანუ რის თქმა მინდა იმის თქმა მინდა რომ ეს ომი იყო შეცდომა უკრაინელების მხრიდან არ უნდა დაეშვათ ომი რა უნდა ეკნოთ უკრაინა უნდა ელაპარაკათ. აი ჩვენ 2008 წელს რო ჩვენ ვიომეთ რა არა იგივე არ ავწდები. თემატიკა ერთია. ძალიან დავაგვიანთ. მიზანი რა იყო რუსეთს უკრაინის შორის დაწყების? იმიტომ რომ არ გაფართოებული იყო ნატოს ჯარები არ ჩამქარი. მიზანი რა იყო? მიზანი იყო ზელენსკის შეცვლა. ზელენსკის შეცვლა იყო მიზანი. ხო განცხადებები არის მათ მხრიდან რომ სამდღეში შეუძლია ხელისუფლებას. ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა იყო პუტინის მიზანი რუსეთს შორის დაწყების, ხო? არა, იმიტომ რომ ნატოს ჯარები არ გაფართოებული და პირდაპირ ეუნებოდნენ. ეს ოფიციალური მიზეზი იყო და მეორე ოფიციალური მიზეზი იყო და დასავლეთი განაცხადა ეს პუტინმა. ეგ იყო თავარი. პუტინმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სამდღეში შევცვლი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფალს. ხო ესე იყო. უყურეთ თქვენ ესე იყო თუ არა? უყურე როგორ იყო. და ზელენსკის რა უნდა თქვა? დაეწყო ხელისუფლება და პუტინის ხელისუფლება კი არ უნდა დაეთვა. აგეთქვის გადაებარებინა. და ელაპარაკა. ლაპარაკა ეგ არის. ყველაფერი გააკეთა რომ მე არ დაწყებული იყო. ეხლა ნახეთ, ყველაფერი. ეხლა რა გამოვიდა ბოლოს? გამოვიდა რომ დასვა ზელენსკის. ნახეთ რო გამოვიდა? ზელენსკის ნახეთ ბოლოს იყო ნახეთ პუტინმა რომ გამოვუცხადა რა მე რას ნიშნავს რომ ომში ჩაერხო უყურე ბოლოს იყოს კი არ უნდა შეადავ თქვენ ანალიზი უნდა გაანალიზოთ ანალიზი უნდა გააკეთოთ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ შეკითხვები რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები რომლებსაც ელით თავარი თემები საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10-ზე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა დროული დიალოგი. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293 44 05. IT აკადემია სტეპში საგაზაფხულო მიღება დაიწყო. სტეპში დაიწყო. პროგრამირება, ქსელები და კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული დიზაინი, UI UX დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, IT პროფესიების სკოლის პარალელურად. განვითარდი და განავითარე შენი საუკეთესო მომავალი სტეპში. IT step.g. მოდუსი ევროპული წარმოების კერამიკული ფილებისა და სააბაზანო ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანი. ვეცუიეთ მისამართზე თბილისი აგლაძის ქუჩა 51, კახეთის გზატკეცილის 65, ბათუმი პუშკინის 18, პუშკინის 13, გაგარინის 18. ტელეფონი 032060101 www.modus.com.g. დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას და მიიღე დასაქმების 100%-იანი გარანტია. ოშე ჯორჯიაში დაიწყო შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებულ კურსებზე მიღება თბილისსა და ბათუმში. იჩქარე და დარეგისტრირდით ვებგვერდზე oshe.g. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 599 180020. ფრანგული პრემიუმ ბრენდი ალგოლოჟი. წყალმცენარებისა და ზღვის სუფთა წყლისგან დამზადებული კანის მოვლის საშუალებები. აღადგენს ატენიანებს და კვებავს კანს. ალგოლოჟი PSP-ში. დილა იწყება ყავით. კარგი დილა იწყება შვეიცარიული ყავით. ნამდვილი შვეიცარიული ყავა. ბლაიზერის ოფიციალური წარმომადგენელია ყავის სახლი დინკავა. აღნიშნეთ დღესასწაული განსაკუთრებულ გარემოში. დაჯავშნე მაგიდა რესტორანს ამ საუკუნეში დაუვიწყარი მომენტების შესაქმნელად. გელით სასიამოვნო განწყობა, ცოცხალი მუსიკა და უგემრიელესი კერძები. სიყვარულით რესტორანის 3 საუკუნე. მისამართი ორთაჭალა გულუას 12. ტელეფონი 597777333. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293 44 05. შეკითხვები რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები რომლებსაც ელით
მთავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10 ზე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა დროული დიალოგი. პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად ალექსანდრე კობაიძე და ლაშა მგელაძე. ძალიან საინტერესო და განათლებული ადამიანების დისპუტი კარგია ხოლმე, მაგრამ აი ეს სარეკლამო ჭრაზეც დავსვიმე ეს კითხვა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვენგან დავიწყებ და შემდეგ ბატონი ალექსანდრე უპასუხებს, რომ ევროპა ყოველთვის ლოიალურობით გამოირჩეოდა პოლიტიკური პარტნიორების მისამართით, მას არ უყვარდა მკვეთრად არც ფინანსების, არც შეიარაღების გაღება და არც დაჯახება. აი თვით მეორე მსოფლიო ომის დროსაც ვიდრე არ დაინახეს ძალიან ხელშესახებად რომ სტალინი ამომსიგებდა ჩერჩილის მონაწილეობა მერე გამძაფრდა ხო ბოლოსკენ. ახლაც ხომ არ მოხდება ისე რომ ამერიკა ამბობს ბატონ ლაშა რომ მე ამ ომიდან პას ასე ვთქვათ ხო ეს ომი უნდა დასრულდეს არც ერთი უკრაინელი ნუ ამ ნაწილშიც ვეთანხმები და არავინ არც რუსი არ ღირს ომის და ტირილის და ცრემლის პასად ხო აი ესეთ ჭრილში გადავიდა უკვე ძალიან ბევრი იხოცება შედეგი არ დგება უყურეთ რუსეთს თავის იმპერიალისტური ზრახვები აქვს ამ კონტინენტზე და რაღაცნაირად ცივი გონებით და ცივი პოლიტიკით და ემოციური პოლიტიკის გარეშე რეალ პოლიტიკით მათი გვესმის ახლა არ უნდა იქ ნატოს გაფართოება და ყირიმი მიაჩნია დამსახურებულად მისად ისტორიულად ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიიდან მოყოლებული. ახლა უყურეთ მარტო ევროპის იმედად რომ დარჩეს უკრაინა და უკაცრავად ბოლომდე წააგოს სიტუაცია ეს რუსეთის გაძლიერებას ნიშნავს და ჩვენ გვიწყავს პირველ რიგში. ამერიკა რო ჩაერიოს ხო წარმოუდგენელია. ხო, აი რო ჩაერიოს და მარტო ევროპის იმედად ბატონლაშა, აი ესეთი კონტრკითხვა მაქვს თქვენთან. თქვენი მოსაზრება და შემდეგ ბატონი ალექსანდრის. ჯერ ამერიკის პოზიციაზე გეტყვით, შევდგომ გადავალ მაგ პოზიციაზე. ჩვენ ვერ ვიტყვით ცალსახად რომ ამერიკა ეხსნება სიტუაციას, იმიტომ რომ სახელმწიფო დივნის განცხადებებით ბოლო დროით, ანუ ჯერჯერობით ამერიკაში კეთდება ურთიერთგამომრიცხავი ბევრი განცხადება. არა, საკვანძო საკითხი ვერ დაგეთანხმებით. არის რომ ომი უნდა დასრულდეს. ეს გადაწყვეტილი არ არის ჯერ ამერიკა ეხსნება თუ არა, ხო, ეს ხო განცხადებები. ანუ ამას სადისკუსიოდ არ ვამბობ. მოლაპარაკება მიდის დუბაიში იმისათვის რომ ომი დასრულდეს, ხო? ომი დასრულდეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული სიტუაცია შეო და ოჩერდება. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების საბუთებაა. მოტივაცია, მაგის პასუხად ზელენსკი თქვა, რომ მაგის პასუხად ზელენსკი თქვა, რომ ომის დაწყების დღიდან ომის დასრულება მინდოდაო. ზელენსკი აქ თამაშგარია. არ არის თამაშგარი. თამაშგარია. უახლოეს დღეებში და უახლოეს საათებში ჩვენ დავინახავთ, რომ ზელენსკი თამაშგარი ფიზიკურად ვერ იქნება. ზელენსკის ყავს 100,000-იანი კბილიანად შეიარაღებული არმია. ვის? ზელენსკის ყავს უკრაინელების შემდგარი. კი, ზელენსკი თამაშგარი სიტუაციაში ვერ დარჩა. დღეს უკვე უკრაინას როცა საფრენი აპარატები არ არის. ჩემას ვამბობ და მე ხო, და ვერ დარჩება და ეს ნახავთ ამერიკის პოზიცია რა და როგორ იქნება ეს კიდე ჩამოყალიბების პროცესში. რაც შეეხება ევროპას, ნახეთ. ჩემი აზრით, ევროპელები მას შემდეგ რაც მათი ცხოვრების დონე ამაღლდა, მაქსიმალურად ცდილობენ რომ დისკომფორტი არ ქონდეთ, ხო? მაშინ როდესაც იყო ნატო, მაშინ როდესაც ისინი ნატოს ეგიდით იყვნენ დაცულები და ამერიკა დომინანტი იყო ამ ესე ვთქვათ, თავისი დაფინანსებით და თავისი შეიარაღებით და ყველაფრით ესე ვთქვათ, ისინი ამცირებდნენ ამ სამხედრო ხარჯებს. ფაქტია, ხო, იმიტომ რომ რატომ უნდა ყავდეს 3 ტანკი, როცა 2 ტანკი საკმარისია, კი? და მაშინ და რატომ უნდა ვიომო, როდესაც ჩემი აღშფოთებით და ჩემი სანქციებით შეიძლება მიზანს მივახციო, ხო? მაგრამ თუ კატეგორიულად დადგება სიტუაცია იმისი, რომ ამერიკა ბოლომდე ეხსნება სიტუაციას, ეს არაერთხელ იყო განცხადებული ევროპის ლიდერების მიერ, ისინი თავის თავზე იღებენ როგორც წარმოების გაზდას, ასევე უკრაინის დაფინანსებას. წეხან ვსაუბრობდი, რომ შეიძლება 700 მილიარდამდეც იყოს, უბრალოდ მე არ მინდა. ასე თქვენ საუბრობთ გამოჩნდება, იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ ვლაპარაკობთ კიდევ ერთხელ, 450 მილიონიან ქვეყანაზე, ანუ კავშირზე რომელიც არის 3-ჯერ მეტი როგორც ვიდრე რუსეთი და 2-ჯერ მეტი ვიდრე ამერიკა. ხო, მაგრამ ნახეთ, ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკით შეერთებული შტატები და უკრაინა. ნახეთ, მესმის, ხედავთ, ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკით მსოფლიოში, მათ შორის განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივით, ხო? და მათ შორის სამხედრო წარმოებით, რომლის გადაიარაღება მათი ფინანსების ფარგლებში შეუძლია ძალიან სწრაფად. და ასევე
ძალიან სწრაფად შეუძლიათ გამოყონ და დააბალანსონ ამერიკის მიერ გაწეული დახმარებები. მათ შორის დახმარებებსაც გითხარით 10 მილიარდით მეტი აქვს მიცემული ევროპას ამ ომის განმავლობაში უკრაინისთვის დახმარება, ვიდრე ამერიკას. 112 მილიარდი მიცა ამერიკა, მე მგონი და სადაც 124-მდე. ეხლა რა არის იცი, ანუ მე არ მინდა რომ ისე ანუ ისეთი საზოგადოება რო გვისმენს რომ ეხლა იქ იყოს წარმოდგენა რომ ეხლა ამერიკის შეერთებული შტატები თუ ჩაიხსნება ევროპა გააგზელებს ომს, ანუ მე ესე დახმარებას უკრაინის დახმარებას განცხადებებით ნახეთ კაცო. ნუ აი სხვა წარმოუდგენელია რომ ევროპამ გააგზელოს ომი, იმიტომ რომ რესურსი, ანუ ეს ყველაფერი არის ფინანსები. ამიტომ ბიუროკრატია უფრო რთული მანქანაა ისა ლაშა თქვენ ხომ მოგეხსენებათ ანუ რომ უფრო რთული ესე ვთქვათ მოწყობილობაა ევროკავშირი ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატები რომ ფაქტიურად ყველანაირ რესურსს დებდა უკრაინაში და დღესდღეობით ხედავთ ჩვენ რომ თვითონ უკრაინელი ჯარისკაცები ტრამპის სილუეტს წვავენ. ანუ ეს ნიშნავს უკვე რომ იქ რეალურად სიტუაცია უკვე აბსოლუტურად იქითკენ მიდის რომ თვითონ ნიჰილიზმია თუნდაც იმ 800.000 თქვენ როგორ ბრძანეთ ნიჰილიზმია ჯარისკაცებში და მათ იციან რომ ამოს უკვე ვეღარ მოიგებენ მიხვდით მორალს უწავენ ნიჰილიზმი რატოა ვერ ხვდები ჯარისკაცები წავენ ეს ნიშნავს იმას რომ ტრამპის ფიტური რატომ დაწვენ იმიტომ წავენ რომ ანუ რომ მიგვატოვე ან მოკავშირე მიატოვა ანუ ბრძოლის უნარიანი უფრო მეტად ბრძოლის ყიჟინაზე არიან ხო ყიჟინაზე კი არ არის პიქნიკით იძახია როგორც ჩვენ იმედებები გაგვიცროდა 2008 წელს ისე გაუცრუდათ ანალოგიურად იმ ჯარისკაცებსაც იმედები ეხლა ზუსტად ერთი და იგივე სიტუაცია ერთი სცენა შესაბამისად იქაც ანალოგიურად დემოტივიზაცია მიდის ჯარისკაცებს ამიტომ როდესაც შენი მთავარი პარტნიორი მოკავშირე გეუბნება რომ უნდა შეწყვიტო ომი და თან ისე გეუბნება რომ შენ საერთოდ საქმის კურსში არ გაყენებს და შენს მოწინააღმდეგეებთან გარიგება ღია გარიგება რო აქვს ხო და მერწმუნეთ რომ უკრაინაში თვითონ ჯარისკაცებში არის ძალიან ცუდი განწყობა აქედან გამომდინარე ეს რეალობა უნდა შევაფასოთ ჩვენ არა თუ ის რომ ეხა ევროპა იქ რაღაცას იზავს და იქ რაღაც ჯადოსტურ სვლებს გააკეთებს ჯადოსტურ სვლებს თუ უნდა და აქამდე გააკეთებს ევროპა ჯადოსტურ სვლებს გააკეთებს არის მათ ღიად განაცხადეს ჩვენ თუ რეალურ პოლიტიკას დაუბრუნდებით და ანუ რეალ პრემიერ-მინისტრმა ინგლისის პრემიერ-მინისტრი მოგეხსენება ჯერ კიდე ჯონსონი რო იყო ჩადიოდა და იქ თელ ესე ვთქვათ რაღაც ჯამბაზურ საქციელებს აკეთებდა და ვერაფერი მაინც ვერაფერი ვერ შეეწირა კიდევაც და ანუ მე იმის მინდა რომ ფაქტი არის რომ უკრაინამ ერთადერთი ეხლა უნდა დაასრულოს ეს ომი წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც ტრამპმა აღნიშნა 100% აქვს შესაძლებლობა ჩვენ ისევ შევიკრიბებით უფრო გამოიკვეთება კიდევაც დუბაის მოლაპარაკებების და რომ არ ვიდაოთ უსაბნოთ უფრო გავშლით ეხლა 5 წუთი დარჩა გაძლევთ 2 წუთს და რა როგორი უნდა იყოს თავარი ჩვენ რატომ ქონდა დღეს დისკუსია და საუბრები ერთმანეთში რომ ჩვენ რა უნდა ვქნათ რა დაგვანახა ამ ომმა ჩვენ რამდენად სწორი არის რომ პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე ჯობია რომ ჩვენ ვიმოქმედოთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. რა არის თქვენთვის ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრივი ინტერესი და სწორი გამოსავალი და თქვენთვის ბატონო ალექსანდრე. ნახეთ, ისტორიამ გვაჩვენა ის, რომ რუსეთი არის არასანდო პარტნიორი. რუსეთმა შეიძლება ხელშეკრულებაზე მოგიწეროს ხელი. რუსეთმა შეიძლება ხელშეკრულებაზე მოგიწეროს ხელი და შემდგომ ეს ხელშეკრულება დაარღვიოს. ჯერ კიდევ ჩვენ პირად თავზე გვაქვს ეს გამოცდილი, ხო? მაგრამ სხვა პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით როგორ უნდა მოვიქცეთ როცა აი ტრამპიც გავიდა თამაშიდან ნახავთ ტრამპი გავიდა თუ არა ნახავთ თამაშიდან ფიზიკურად ვერ გავა თამაშიდან თუ გავა თამაშიდან ეს ისევ ამერიკას დააზარალებს გავანებოთ მაგაზე საუბარს თავი და როცა ვთქვათ გარკვეული ხელშესახები ფაქტები გვექნება მე კიდე ვისაუბროთ ეხლა ბოლოდინის რეჟიმში ვართ ხო საათობრივად იცვლება სიტუაცია მაშინ, როდესაც შენ გვერდით არის პარტნიორი, რომელიც გიბრძანებს და შენთან პარტნიორობა არ უნდა, შენ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ ეს პარტნიორი მეტნაკლებად გააუნებელყო, ხო? აბა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ჩვენ საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, როდესაც არც ამერიკა, არც ევროპა, არც ერთი ცივილური ქვეყნის წარმომადგენელი შენ მხარს არ გიჭერს, ერთ-ერთზე მოლაპარაკებებზე თუ დაგიჯდება რუსეთი, არ დაგიჯდება. ესე დაგიტკაცულებს და გეტყვის დღეს ეს გააკეთე, ხვალ ეს გააკეთე, ზეგ სამხრეთ ოსეთი აღიარე, ხვალ აფხაზეთი აღიარე, ზეგ შემომიერთი. პირობითად ვამბობ. ანუ რუსეთი ესეთი პარტნიორია. ჩვენ მაქსიმალურად კარგი ურთიერთობა მქონდეს ევროპასთან. 2008 წელს ხო ვიყავით ჩვენ დასავლეთის პირუთვნელი პარტნიორები და ხელისუფლება ჩვენ იმდენ თემებს ვეხებით, ყველა ცალ-ცალკეა განსახილველი. ზუსტად მაგ პარტნიორების დახმარების ხარჯზე მოხდა ის, რომ იმ დროს ერთი წუთი იმ 2008-ში ხელისუფლება როარ შეიცვალა.
ხელისუფლების შეცვლა იყო მთავარი თუ მიწის არ დაკარგვა? ხელისუფლება თუ შეეცვლა მთელი ქვეყანა ის რუსეთის ორბიტაზე აგვიხსნებოდა. თქვენ ფიქრობთ რომ ის რაც უნდა იმ ომის შედეგად ვიღაცა ჩელიაბინსკიდან მოვიდოდა და ის რაც უნდა და პუტინს უკრაინაში კი ზელენსკი შეცვლა თავისი მონიტესებს. საქართველოს გაიმარჯვა თქვენ მაგას იდეით. როგორ შეიძლება გაიმარჯვა ომში, როდესაც ტერიტორიებს კარგავ. საქართველოს უფრო მეტად არ წააგო პარტნიორების დახმარების შედეგად. რითი დაგვეხმარენ? გარდა იმისა რომ აღშფოთდნენ. ხელისუფლება დაგვეხმარენ ზეწოლით რუსეთის ხელისუფლებაზე რომ ომი არ გაიგრძელებინა. თქვენ ეხა ჯერავთ რომ რუსეთს უნდა დაუშვა თბილისის საღება და არა იყო ან მაგალ ანუ თქვენ ფიქრობთ რომ რუსეთი ნაძლია რომ რასაც უნდა იმას გააკეთებს სოფლიოში? ფაქტია რომ აკეთებს რასაც უნდა იმას აკეთებს. როგორ აკეთებს? აი ადამიანი ერთი წუთით ადამიანი ლაკარტკებით შეიარაღებულ ქვეყანას დაესხა თავს 2 წელი ჩარჩა. სად ბრძანებთ რომ უკრაინა ლაკარტკებით იყო შეიარაღებული ფაქტობრივად როცა დაესხა სოფლიოში მეორე არმია თავს. ნატოს სულ იარაღი როდესაც სოფლიოში ლაკარტკებით წყალებში თქვი სოფლიოში მეორე არმია დაესხა უკრაინის შეიარაღების ყველა ქვეყანას და 2 წელიწადია თავისი ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანს ვერ მიაღწია. 2 წლის განმავლობაში სანამ ტრამპი არ გამოვიდა და არ თქვა რომ მე ვაჩერებ ამ ომსო მანამდე იყო ესე თქვა თავისთვის იზოლირებული. ანუ ხარ ილუზია. ნახეთ რატო ფაქტია. მაშინ მითხარით თქვენში ერთი სტრატეგიული მიზანი, რასაც მიაღწია ტაქტიკური და სტრატეგიული მიზანი, რასაც მიაღწია რუსეთს. გეტყვით. ის ტერიტორიები გაზარდა. უამრავი გაზარდა ომი არ დამთავრებულა ჯერ. ჯერჯი ყოველ შემთხვევაში რუსეთის ტერიტორიაზე გადმოვიდა ომი არ დაგავიწყეთ. აი და ხომ არა იქეთ დროებით ადმინისტრაციის თავზე რუსეთის ტერიტორიაზე გადმოვიდა ომი არ არის ფაქტი? ფაქტი რა არის გეტყვით ფაქტი ხარ არის. ფაქტი არის ის რომ ტერიტორიები გაზარდა და უამრავმა ეს რამოდენიმე რეგიონმა უკვე გამოაცხადა რომ ჩვენ რუსეთის შემადგენლობის თუნდაც ყირიმმა და ინფორმაციები საიდან აქვს? ანუ ნახეთ ორმა ჯარისკაცმა ფიტული დაწვა და ვიღაცამ რაღაცა გამოაცხადა ეს არ ნიშნავს ვიღაცამ კი არ გამოაცხადა ლუგანსკი თუნდაც დონეცკი და სხვადასხვა ოლქებმა გამოაცხადა რომ ჩვენ ვართო შემადგენლობაში ანუ შევდივართო რუსეთის ფედერაციას არა ნახოთ რა ოფიციალურად გააჟღერეს და უკვე რუსეთის ფედერაცია ნახეთ აი ტაქტიკური მიზანი მითხარ ტაქტიკური მიზანი რას მიაღწია ნახეთ რომ ტერიტორიების ბედი დაიღო ამას ამბობთ მაგისტრის დაიწყო ომი რუსეთი ანუ რუსეთის ეს განწყობები რომ ის არის იმპერიალისტური სახელმწიფო ის ყველაფერს აკეთებს როგორც ამერიკის შეერთებული შტატები არის იმპერიალური სახელმწიფო და ის ყველაფერს აკეთებს ამისთვის ისე არის რუსეთი თავარია რომ ჩვენარი პატარა სახელმწიფო და ჩვენარი სუსტი სახელმწიფო არ უნდა დაზარალდეს აი აქ უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ გონიერება დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ გონიერება გამოიჩინა და არ ჩავერთეთ იმ პროპაგანდაში რომ აი ამხელა უკრაინა დღესდღეობით ესე ვთქვათ განახევრდა და შესაბამისად ამიტომ ვიძახით რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ არ წამოვეგოთ ეგეთ ესე ვთქვათ ვაბანგებს რომ ეხა მაგალითად ან ვიღაცები რო იძახიან რომ გინდა არ გინდა შენს ქვეყანაში და თქვენს ესებზანებთ ხო რომ ეკონომიკური სიტუაცია აირევა ეკონომიკური რაღაცა ჩამოინგრევა პოლიტიკური და დავრჩება პირისპირ ხახაში კი ბატონო და პირისპირ ხახაში როგორც კი მორჩება უკრაინასთან თავის საქმეს გადმოვა ჩვენზე ნახეთ პირველ ჩვენ ვიქნებით და ვაჩვენებს როგორი არის მშვიდობა მე ჩვენ უნდა ვიყოთ ყოველთვის ერთადერთი იარაღი გვაქვს როდესაც პოლიტიკაზე ვსაუბრობთ ეს იარაღი არის საუბარი ჩვენ უნდა ვესაუბროთ რუსეთს ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენ სამეზობლოში ყველას ეს არის ჩვენი იარაღი თუ ჩვენ კვლავ ნახეთ თუ ჩვენ კვლავ დავიწყებთ ესე რომ ვთქვათ აი ამ ურაპატრიოტიზმის აყოლას კვლავ კიდე დავყარგავთ ტერიტორიებს ეს არის ფაქტი ბატონი ლაშა გელაძე პოლიტიკური პარტია ჩვენის პოლიცაბჭოს წევრი და ბატონი ალექსანდრე კობაიძე უფლებადამცველი იურისტი ნახოთ შემდეგშიც მოგიწევთ ძალიან საინტერესო დისპუტი იყო მეც კი ჩამithრიეთ და შეიძლება ითქვას რომ შემდგომში უკვე უფრო მეტად გამოიკვეთება მსოფლიო პოლიტიკის პერიპეტიები ახლა ვიღაცა კი ფიქრებს თბილისში ლაპარაკობენ რა მოხდება პროპორციულად შეიძლება აისახოს ეს და მაგიტომ არის მნიშვნელოვანი. აისახება. ყველა შემთხვევაში, ამიტომ მიბმული ვართ ამ პოლიტიკაზე და შესაბამისად ჩვენი საკვანძო საკითხო ხედავ აქაც არის რაღაცნაირად დაკონსერვებული, იმიტომ რომ იქ რა მოხდება, იმაზე ვართ მიბმული. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მსმენელს და მაყურებელს, მადლობა რომ აქ არის სივრცე, სადაც შეიძლება დისპუტი ყველაზე განსხვავებულ მოსაზრებებს შორის. მადლობა გადაცემის სტუმრებს მობრძანებისათვის, მადლობა მსმენელს და მაყურებელს ეთერში იყო დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად მობილურ შეხვედრამდე. მადლობა თქვენ მოწვევით.